ბუტიკური ტიპის სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე აცხადებს, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც სასტუმრო ოპერირებს, არც ერთ ზამთარს ასეთი მძიმე სიტუაცია არ ქონიათ. როგორც მიმდინარე პერიოდშია, როგორც გადაცემა წერტილში ნინო ჩუბინიძემ განაცხადა, გასული წლის იანვართან შედარებითაც კი სტუმრების რიცხვი 20%-ით არის შემცირებული. იანვარში იგივე დეკემბრის თვეში და არც თებერვალში ჩვენ სექტორს არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინები მაღალ მოთხოვნასთან დაკავშირებით არც სასტუმროს მაღალ დატვირთულობაზე, მაგრამ წელს უჩვეულოდ მძიმე ზამთარი აღმოჩნდა მოკლედ ჩვენთვის. დეკემბრის თვეში ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე ჩვენ ჭიჭინაძის ქუჩიდან გვაქვს შემოსასვლელი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად ესეთი მძიმე ფორმები მიიღო საპროტესტო ტალღამ, რა თქმა უნდა, გასაგები იყო, რომ ჩვენთან უბრალოდ ადამიანებს მოსვლაც კი უძნელდებოდათ, მაგრამ აი იანვრის თვეში, მაშინ, როდესაც ჩაწყნარებულია სიტუაცია და ეს მანიფესტაციებსაც აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმა აქვს ამ წუთას მიღებული, ესე იგი აღმოჩნდით აი აბსოლუტურად, როგორ გითხრათ, სრულიად არაპროგნოზირებად სიტუაციაში, იმიტომ რომ ვარდნა იყო 20%-ზე მეტი შარშანდელი იანვართან შედარებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვადრით ჩვენს დატვირთულობას მაღალ სეზონს, რაც მიდის იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ისედაც დაბალი დატვირთულობის პერიოდში ის მოლოდინები, რაც გაქვს, როდესაც ისიც ასეთი დაბალი ესე იგი მოლოდინებით სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოკლედ ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით, იგივე მიმდინარე ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ვალდებულებების გადახდასთან დაკავშირებით და იგივე საბიუჯეტო ვალდებულებების გადახდასთან დაკავშირებით. სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ 55 ნომრიან სასტუმროში 65 ადამიანია დასაქმებული, მენეჯმენტი კი ცდილობს ისინი მაქსიმალურად შეინარჩუნოს, თანაც ისე, რომ არც ხელფასის შემცირება მოუწიოთ. სწორედ ამიტომ იანვარში ხელფასების გადახდისთვის უკვე დადგა ის საჭიროება, რომ ფინანსური დახმარების სათხოვნელად სასტუმროს მფლობელისთვის მიემართათ. ასეთ რეალობაში სასტუმროს ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კადრების გადინების დიდი რისკები ჩნდება და ეს ცხადია მომსახურების ხარისხზე მომავალში ნეგატიურად აისახება. ამჟამად მაგალითად ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, როდესაც აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენი დამფუძნებლის დახმარება იმისათვის, რომ გადავიხადოთ იგივე საბიუჯეტო გადასახადები, იგივე სახელმწიფო დავალიანება, რომელიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების. ანუ ყველაზე ცუდი, რაც ალბათ მაინც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ბიზნესი, რომელმაც ერთხელ უკვე ძალიან მწარედ იწვნია კადრების გადინება პანდემიის დროს და დაკარგა ძალიან დიდი ნაწილი საკუთარი კადრის და შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა პანდემიის შემდეგ ამ კადრების უკან დაბრუნება და ძალიან ბევრი ვეღარ დავიბრუნეთ. არის იმის საშიშროება, რომ დღესაც დავკარგავთ ამ კადრს, რომლებიც სხვა ბიზნესებში გადაინაცვლებენ და იმ დროს, როდესაც შევალთ სეზონზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის დადგება აუცილებლად ეს ეგრეთ წოდებული მაღალი სეზონი, რომ ესა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ოპერირება, იმიტომ რომ უბრალოდ ვეღარ შევძლებთ იგივე კადრის უკან დაბრუნებას. სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალურმა მენეჯერმა წერტილთან ინტერვიუში გაიხსენა COVID პანდემიის პერიოდიც, როდესაც მთავრობამ ტურიზმის სექტორი რამდენიმე თვით გადასახადებისგან გაათავისუფლა და იქვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიზნესს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა, გადასახადების გადახდას გადაუვადებს მაინც. კერძოდ, ჰოტელიერი გულისხმობს თებერვალ-მარტში მაინც საშემოსავლოს და დեղეგის გადასახადების გადახდის გადავადებას, რადგან იმედოვნებს, რომ უკვე აპრილიდან მდგომარეობა გამოსწორდება და შეძლებენ, რომ ფინანსური მაჩვენებლები გაიუმჯობესონ. პანდემიის დროს სახელმწიფოსგან იყო საკმაოდ კარგი პრეცედენტი, რომ ძალიან დიდი პერიოდით გავგათავისუფლეს საშემოსავლო გადასახადისგან, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი სტიმული აღმოჩნდა ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ის ძალიან მცირე შენარჩუნებული პერსონალი, რომელთაც ბიზნესი რაღაცნაირად უბრალოდ არ დაეკარგა ეს პერსონალი, ახერხებდა ნაკლები დანახარჯებით თუნდაც განახევრებული ხელფასების გადახდას. ასე რომ ძალიან კარგი პრეცედენტი იქნებოდა თუ სახელმწიფო გაითვალისწინებდა ამას და თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ ამ წუთას ბიზნესს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ტურიზმის ბიზნესს გულისხმობ და მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ ჩემი ობიექტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებს შორის და ძალიან ბევრი სასტუმრო დგას რეალურად იმის წინაშე, რომ უბრალოდ ვერ დაფარავს რაღაც გადასახადებს.
წერტილის წამყვანის რეპლიკაზე ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ტურიზმში გარკვეული ბიზნესები დაზარალდნენ, მაგრამ მთლიანობაში სექტორზე გავლენა არ მოუხდენია, ამიტომ არ იგეგმება დახმარება ან შეღავათები. სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალურმა მენეჯერმა იმედი გამოთქვა, რომ ლევან დავითაშვილი ტურიზმში არსებულ მდგომარეობას მხოლოდ ზამთრის კურორტებზე არსებული ვითარებით არ ზომავს. სავარაუდოდ ამჟამად ზამთრის სეზონზე თუ შეფასება ხდება ზამთრის კურორტებით მაინც მინდა ხაზი გაუსვა, თუმცა არ ამგონია რომ ეს მათ თავადაც არ იცოდნენ ისა, რომ თავარი არის რომ ზამთრის კურორტებისთვის შემოსავლის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყარო არის შიდა ტურიზმიც, შესაბამისად თბილისიდან რეგიონებიდან გადაადგილებული ადამიანები, რომლებიც დასასვენებლად მიდიან ზამთრის კურორტებზე, იმედი მაქვს რომ იყო უცხოელი დამსვენებელიც მე სამწუხაროდ ზამთრის კურორტებზე ასე თქვა ჩემს კომპეტენტურ აზრს ვერ მოგახსენებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველას უსურვებ ბევრ დამსვენებელს, მაგრამ მე მგონია რომ თბილისის შედარება ამ წუთას დედაქალაქის სადაც ასე ვთქვათ მთელი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდით, მაშინ როდესაც თბილისმა როგორც მთავარმა მაისდეს მიმართულებამ ფაქტიურად დაკარგო აბსოლუტურად საქმიანი ტურიზმის მიმართულებამ ფაქტიურად დაკარგა თავისი აქტიურობა, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო პროექტებიდან და გვეუბნებიან რომ ყველაფერი ამ წუთას დაპაუზებულია. მაშინ როდესაც ამ ხელასაწოლ ფონდი აქვს თბილისს და ასეთი შემცირება სტუმრის, მგონია რომ ეხლა ამ ეტაპზე ჩვენს ბიზნესს თუნდაც პირველ რიგში იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ რიგში ადამიანური რესურსები იმისთვის, რომ როდესაც სეზონზე შევალ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მესმის რომ ევროპულ ბაზართან ალბათ დამშვიდობება მოგვიწევს, იმიტომ რომ ევროპული ბაზარი ძალიან მოწყვლადია ზოგადად ჩვენნაირი ქვეყნების მიმართ და მით უმეტეს, როდესაც ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არასტაბილური ძალიან ასე ფრთხილად ეკიდებიან ხოლმე ჩვენს ქვეყნებში მოგზაურობას, მაგრამ თუნდაც ის ბაზრები, რომელი ბაზრებიც ჩვენთან ასე ვთქვათ აქტიურია, ხო, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ სეზონზე შევალთ ლაპარაკი აპრილამდე, მაგრამ ჩვენ აპრილამდე უნდა მივიდეთ. ანუ უნდა მივიდეთ, გავიაროთ თებერვალი, გავიაროთ მარტი. და ამის გჭირდებათ, აი რაც სახელმწიფო შეუძლია გადასახადების გადავადება, ხო? ანუ ჩვენ თავად ბიზნესი გადასულია ძალიან დიდ ეკონომიაზე, თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩვენ თუ მოგვიწევს კადრების განთავისუფლება, ან და ხელფასების შემცირება უკვე ავტომატურადაც გამოიწვევს იმას, რომ ბევრი კადრი უბრალოდ, იმიტომ რომ ადამიანებს თავიანთი ვალდებულება აქვს, ის ვერ დაგიცდის, შენ როდის მიხვალ და მით უმეტეს ტურიზმი ისევ ესეთი არამდგრადი და არასტაბილური, რაც გახდა. და არც გამოირჩევა ძალიან მაღალი ხელფასებით უნდა ვაღიაროთ ჩვენი ბიზნესი ზოგადად, ზუსტად იმიტომ რომ ძალიან სეზონურია. ნინო ჩუბინიძემ BMG-სთან ინტერვიუში შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ბიზნესს აუცილებლად უნდა დაუგდონ ყური, იმიტომ რომ ვარ ჯერ ეს ერთი ძალიან მსხვილი დამსაქმებელი. მგონი შემოსავლების ნაწილშიც არც თუ ისე 4.4 მილიარდი დოლარი ჯამში ტურიზმიდან საკმაოდ დიდ შემოსავლებს აძლევს ჩვენ ქვეყანას ესეც და ძალიან კარგი იქნებოდა და თუ მოусმენენ და ამ შეხვედრებზე ძალიან კარგი იქნება ხოლმე თუ არ მოусმენენ მხოლოდ თქვათ ან საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს მხოლოდ და ანუ თუ იქნება ძალიან დივერსიფიცირებული ის აუდიტორიას და ყველას მოусმენენ აბსოლუტურად ყველა ტიპის განთავსების ობიექტებს, რომლებსაც რეალურად მოხდება შეხვედრა და თვითონ ბიზნესში უშუალოდ ჩართულ ადამიანებთან მოხდება ეს. რატო არ ხდება ამაზე სამწუხაროდ მე პასუხი არ მაქვს. რთულია იმედიის მოსმენა, ვინც პრობლემებზე საუბრობს, თუმცა თუ რეალურად ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვჭირდება, აუცილებელია კრიზისში მყოფი ბიზნესების დახმარება და მინიმუმ მათთან კომუნიკაცია.